ყუჭის ეხოსკოპიას აკეთებს სიტყვაზე, ხო? ყუჭის წყურის ვიზუალიზაციის, კონკრეტიკა ვთქვათ რა, რომელიც არ არსებული კვლევაა და არ არსებობს ყუჭის ეხოსკოპიას არ აკეთებენ არც ერთ ქვეყანაში ყუჭის რაღაცა წყურის დიაგნოზის დასასმელად, ხო? საქართველოში რაღაცა კლინიკები აკეთებენ ამ გამოკვლევას და პაციენტი ფულს იხდის ამაში. ეხლა პაციენტი რო არ იხდიდეს ჯიბიდან ფულს და ჩემ ფულს რო ხარჯავდე, რომ სახელმწიფო არ კერძო საზღვაო, დაუჯებოდა იმან კი არ დაუსჯიდი კაცო, იმან აკეთოს 10 მაგდენმა აკეთოს თუ უნდა რაღაცა აპერისტული კვლევები არ იქნება პრობლემა. უბრალოდ ვეთხოვდი რომ მოდი რა, ჩემ ფულს ახლა შენ იმაში არ და ნუ დახარჯავ რა, არ დავაფინანსებ. ხო, აბა რაში დააფინანსებ რა შემოbrunებით პასუხი, აგერ მაქვს ყუჭის წყურის მართვის პროტოკოლი. შეჯერებული ევროპულ და ამერიკულ და იაპონურ თუ რაღაც ახლა ავარჩევდი რომ ევროპული და ამერიკული მასე არ არის რომ გადმოიყო პირადად, რომელიც უფრო რენტაბელურია ჩვენი ქვეყნის კონტექსტში, მაგისთვის გჭირდება სპეციალისტი რომ მოარგოს რა უფრო რეალისტურია ზოგ თემაზე რაღაცაები მომწონს, რაღაცეები არ მომწონს, მასა და ბრძანებები, მასე მარტივი რო იყოს მეცინა რომ ასე ალგორითმებით იმართებოდეს ყველა პრობლემა, ChatGPT მართავდა ხო იმებს რა, მასე ვერ იმას იზამთე რა. რაღაცებს გინდა ლავირებ, რაღაცა უფრო მოგწონს, რაღაცა უფრო ისიც სწორია, შენ უნდა არჩიო რაღაცები. მაგას გინდა რა, პირუთნელი, კეთილსინდისიერი სპეციალისტები, რომ ვიღაცა ლობისტობის და წამლის კომპანიის ინტერესების გამო კი არ გაგიწერენ ამ პროტოკოლებს. მართლა პაციენტს რა ჭირდება და ჩვენ ქვეყანაში რაც გამოსვლადი და რეალისტურია, მაგის მიხედვით აღიშენ და მე ეტყვი იმ რაღაცა აპერისტულ კვლევებს რო ატარებს იმ კლინიკებს, რომ არ გეწე იმუშავე, კაცო, გააკეთე, უბრალოდ შენს დაფინანსების სისტემაში არ ახარ შენთან მე პაციენტს ფულს არ უხდი. მორჩა დამთავრდა.